რაც შეეხება რაც ამ ჩემს მსახიობობას ეს დედაჩემის ანდერძი იყო და ეს დედაჩემის ანდერძი განვახორციელე თორემ მამაჩემი იყო ექიმი პროფესორი რომელიც ძალიან უყვარდა თავის პროფესია და ყველა შვილები უნდოდა რომ მედიკები გამოსულიყავი და მათ შორის მეც სწავლობდი ძალიან კარგად და ამიტომ როდესაც დავამთავრე სკოლა მამა მომზადებოდა და სამედიცინოსათვის და ერთ დღეს ვნახე გაზეთში რომ თეატრალური ინსტიტუტი აცხადებდა მიღებას ავიღე საბუთები წავედი ჩუმად ჩვენი ჯგუფი აიყვანა ლევან მირცხულავამ ერთი წელი ყავდა და წავიდა შემდეგ მერე იყო აკაკ ხოროვა იყო გივის არჩიმელიძე იყო ვინც იყო ყოველ ლექსებში გვეცლებოდა რეჟისორები და სადიპლომო მაშინ იყო განაწილება და სადიპლომო სპექტაკლს აკეთებდა იური კაკულია ისე გაგაკეთებიებდა როლს ფიქრობდი რომ ეს შენ გააკეთე და სინამდვილეში მე გაგაკეთებდი იმდენ ისეთი რეჟისორი მე აღარ შემხვედრია ნამდვილად და ის დგავდა ჩვენთან სპექტაკლს ჩემი ჯგუფელი იყო აგრეთვე ზეინა ბოცვაძე ერთ და იგივე როლზე ვთამაშობდით მე და ზეინაბი და მოკლედ მაშინ განაწილება იყო და საქართველოს ყველა კუთხიდან ეპატიჟებოდნენ რეჟისორებს რომ ენახათ თავიანთ და აერჩიათ თავიანთი თეატრისთვის მსახიობი და ესეთი დადგა ეს დღეც და მოიწვიეს და იქ დაესწრო აკაკი ვასაძეც ქუთაისის ლოზომესხიშვილის სახელობის თეატრის დირექტორი და რეჟისორი მთავარი რეჟისორი და სწორედ იმან ამირჩია მე თავის მისი რჩეული მსახიობი ვარ მოკლედ იმის მერე კიდევ მე 7 ინსტიტუტი დავამთავრე 7 სულ 9 დიპლომი მაქვს და 9 პროფესია მაქვს მაგრამ თეატრი იცით ეს რაც არის და როგორც არის სიყვარული თეატრმა საერთოდ ქუთაისმა ყველაფერი კარგი მომიტანა პირველი სიყვარული პირველი ბავშვი პირველი როლის გამარჯვება და სპეციალურად აკაკი ვასაძემ ჩემთვის დადგა გლახის ნაამბრობი რომელშიც ვთამაშობდი თამროს თვითონ თამაშობდა პეპიას და როგორც თქვენ ძალიან წარმატებული იყო ესა და რა თქმა უნდა რაც კი შემპირდა ბატონი აკაკი ვასაძე რომ რასაც ყველაფერი შემისრულა. შემდეგ იქ დავყავი მე 3 წელი ქუთაისში. 3 წლის შემდეგ მე იქ ვიყავი კომკავშირის დივანი პარტბიუროს დივანი, რა ვიცი, ყველაფერი რაც კი არსებობდა, ყველაფრის და წამოვედი. და სხვათა შორის გიგა ლორთქიფანიძემ მთელი ჩვენი ჯგუფი, აი ნათელა მუხურუშვილი, კუკური ბექაია, შოთა ქრისტესაშვილი, ლუიზა ჯიბლაძე წაგვიყვანა მოკლედ ესენი მთლიანად მთელი ჯგუფი რუსთავის თეატრში. იქ ვარ საერთოდ უკვე 60 წელია რაც სცენაზე ვდგავ, აქედან 3 წელს თუ გამოვაკლებთ, რომელიც ქუთაისის თეატრში ვიყავი, მაგრამ იქაც მაგარ სცენაზე ვიდექი და მაგარ მსახიობებს შორის, აქ ვარ 57 წელია სცენაზე. მე სხვათა შორის ვიყავი სახასიათო მსახიობი. ეს სანამ ჩემი შვილი გარდაიცვლებოდა. ახლა მე უფრო დრამატული მსახიობი ვარ და იმიტომაც კარგად გამომდის ეს განცდის არის. განცდის მსახიობი ვარ მე ახლა უფრო. ჩემი როლი უმეტესად თავიდან ესეთი უფრო კომედიებში მაკავებდნენ და ერთხელ ჩამოვიდა ვასიკო ჩიგოგიძე და დადგა გამარჯვებათ ხალხო ნოდარ დონბაძის მე ბები ელიკო და ილარიონის მეხოდი სადაც ბებიას თამაშობდით 2 მე და ქალბატონი ელისო გუდიაშვილი და შემდეგ იყო ესე რომ ხო ან ერთს უნდა გვეთამაშე ან მეორეს პრემიერა როგორც ითიან ჩემთვის არ ქონდა მას დიდი მნიშვნელობა და მე ვუთხარი რომ მე ბებიაზე უარს ვაზმობ და საბრუნო მასწავლებელს ვითამაშებ მეთქი გაგიჟდა რომ არ არსებობს რომ მე მსახიობი მოვიდეს და თავარი როლი გადაცვალოს რაღაცა მე-18 ხარისხოვან როლში ვითამაშე და არის ჩანაწერიც ჩემ 2 სიტყვას ვამბობ მარტო 2 სიტყვაზე ინგრევა დარბაზი სცენა არის ჩემი სასიცოცხლო ადგილი. ჩემთვის ეს სასიცოცხლო პირობა არის და იმდენად ძვირფასია, აი რომ ვერაფერს ვერ შეადარებ. მე ჩემი პატარა შვილი რომ გარდაიცვალა, მე აღარ ვაპირებდი თეატრში წასვლას. ესე იგი მე უნდა დამეტოვებია ის, რაც მაცოცხლებდა და ამაში მე დამეხმარა ბატონი ლევან წულაძე.
მე პიესას გავეხლაო და უნდა ითამაშო აუცილებლად ერთი როლი და მე გულში გავიფიქრე მარჯანიშვილის თეატრში ახლა სახეობებს მეტი არის ახლა მე რო არ წამიყვანოს მეთქი ხო და არაო ეს ისეთი როლია მარტო შენთვის არის ესო სპეციალურადო გაკეთებულიო და უნდა და ესე გამიყვანა სახლიდან 40 დღის მერე დადგა ფიგაროს ქორწინება და ამაში თამაშობდა და დაბრუნება რეპეტიციები ძნელი იყო მაგრამ სცენაზე რო დავდექი ის იქ უკვე აღარაფერი აღარ არის თან ლოთს თამაშობდი იმ ლოთობაში ხო ყველაფერი უნდა დაივიწყო ვითომ დროებით მაინც რეჟისორობა ამ სტაგნაციის პერიოდში გადავწყვიტე იმიტომ რომ როდესაც ვიყავი გაჩერებული რაღაც უნდა გამეკეთებია პირველი ნამუშევარი იყო რომელსაც დავარქვი თამაშები უცხოთა საწოლებში სინამდვილეში ეს არის ბათიაშვილის პიესა გურჯი ხათუნები ეს არის ქართველ ქალებზე რომელიც თურქეთში მიდიან და თავიანთი ქცევით უგვანო ქცევით შოულობენ იქ ფულს სულ მოძრობაში ვარ და სულ სხვადასხვა რამებს ვქცევ, ვკერავ, ვქარგავ, ვხატავ, კოლაჟებს ვაკეთებ, ნიღბებს ვაკეთებ. ეს ნიღბები გაკეთებული არის ჩემი პროფესიიდან, თორე სხვანაირადაც შეიძლებოდა. ჩემს ოპტიმიზმის ამძაფრებს და ამაგრებს და აკვებავს რომ ადამიანის შესაძლებლობები უნიკალურია და დაუსრულებელი. ადამიანის ტვინი ხომ არ არის შესწავლილი. ჩემი განვლილი ცხოვრების გზიდან არც შემოქმედებაში, არც ცხოვრებაში არაფერს არ წავშლიდი, მარტო 2008 წელს საერთოდ გავაქრობდი. ქვეყნიდანაც და ჩემი ცხოვრებიდანაც.